ზესტაფონის მარგვეთი 2006 U15-ის გუნდია. 6-7 წელიწადია ბავშვები ჩემთან არიან და ვარჯიშობენ. ძალიან კარგი ბავშვები არიან. მივიღეთ იმერეთის ზონაზე მონაწილეობა და გავედით მეორე ადგილზე. ერთი თამაში დავთმეთ ბოლოს ქუთაისის სერვალთან და დაგვიჯდა საჩემპიონო ფასად, ასე რომ ვთქვათ და გავიდნენ ბიჭები მეორე ადგილზე. ყავს დაახლოებით 20 ბავშვი. მონდომებულები, პერსპექტიულები შრომობენ ყოველდღიურად და მაქვს ძალიან დიდი იმედი ამ ბავშვების. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ ზესტაფონში, ეს ხელოვნური საფარიანი მოედნის შეცვლა გვინდოდა, მაგრამ ეხლა შევკვირდემ რომ ახალს გააკეთებენ და დაისვენებენ ბავშვების ამ პრობლემებიდან, ტრანვებია ხოლმე რაღაცეები ისეთი პრობლემები რომ ყველასთვის კარგი იქნება მშობლებისთვისაც და მთელი რაიონისთვის. ამისთვის დიდ მადლობას უცხადებ ჩვენ ზესტაფონის მერიას. თამაში ჩავატარეთ ჩვენ 2 წრეთ იყო დაყოფილი, პირველი წრე ყველა თამაში მოვიგეთ და ვიგებდით თან დიდი ანგარიშებით თამაშებს, სულ იყო 24 თამაში. მეორე წრეში მე 6 გუნდი დატოვეს და ქულები გააუქმეს და ამის გამო იქ მე რაღაც პატარ-პატარა პრობლემები იყო ბოლოს რომ ფეხბურთელები გაგვიძევეს, ასე რომ ვთქვათ და დავისავად განახევრებული გუნდით მივიღეთ ბოლო თამაშზე მონაწილეობა. ამის გამო მე დავთმეთ ის ბოლო 3 ქულა ჩვენ და აღმოჩნდა გუნდი მეორე ადგილზე. ძალიან კარგი გუნდია. ამ 2010-იანებით მე დაჯერებული ვარ რომ 1-5-6 ისეთი ძლიერი ბავშვები ყავს რომ შეიძლება ნაკრებშიც ბევრი მოხდეს აქედან. ბოლომდე ვიბრძოლეთ და პირველი ადგილით შეგვეძლო. ყველა ბოლომდე ვწავდეთ არჩევანს და ავეთ მეორე ადგილით. ადლობას ვხვდი გუნდს. მე 9 წელია რაც ფეხბურთს თამაშობ. ტურნირი გავივით მეორეზე. შეგვეძლო პირველზე გასვლა, მაგრამ არ აუშავს. ბოლო თამაშებში რაღაცა მოხდა ისე. გავიყარეს ფეხბურთელები, მაგრამ ულოცავ ჩვენ ბიჭებსაც, მადლობას ვუხდებ ჩვენ ტრენერებსაც და ჩვენ გუნდელებსაც. ჩვენ გავედით მეორე ადგილზე, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რაღაც იყო ისეთი, რომ პირველზე ვერ გავედი და ხელი შეგვიშალა სერვალო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ყველაფრისთვის და ულოცავ ჩვენ ბიჭებს. ეს არის ჩვენთვის სასიხარულო მომენტი. ეს არის ჩვენთვის мотиваცია, რომ მეტი შედეგი დავდოთ და ვიბრძოლოთ ბიჭები.